ვხვდები რა სიტყვოდა სიტყვა იქნება და მოდი გავუშვათ რა, მოდი გავუშვათ, სკრინი გავუშვათ, იმიტომ რომ ბევრი ლექსი წავიკითხე რა. როცა მოკვდე ჩემო ბიჭო, მოუმატე საფლავს ღრიჭო, დედა მოკლულა მცხოვრებას, კიდევ ერთხელ დავეღრიჭო. აგარია. კიდევ ბევრჯერ ჩასაქოლიცა ღმერთების ლურჯი ჰოლი, დედამიწა მშვენიერი, დედამიწა სუსტი რგოლი. ფანტასტიკურია რა. აღარ ვილაპარაკოთ არილ ჭანტურიაზე რა, ერთადერთი ნათელი და სანთელი მის სულს რა. კი, და კიდევ ერთხელ თანაგრძნობა საქართველოს. უმაგრეს ადამიანს რა, უმაგრესა წავიდა ირაკლისთან, თავის შვილთან ერთად და ალბათ დღეს ეხლა იქ არიან ერთად რა. მათ საქართველოში. კი ბატონო, ზეციურ საქართველოში. ზეციურში და ძალიან მაგარ საქართველოში რა. ეხა მინდა ნიკოს ლექსი გავედე ზუსტად რო დღევანდელ დღეს ეძღვნება რა უმაგრესი ბიჭის აი უმაგრესი ნიკო რო დღეს ცოცხალი ყოფილიყო აი პროსტო როგორი სხვანაირი ვიქნებოდი მეც რა აი თბილისი სხვანაირი იქნებოდა თბილისი სხვანაირი იქნებოდა ყველა სხვანაირი ვიქნებოდი დღეს აი როგორ გითხრათ აი მაგალითი იყო ვაფშე ყველასთვის რა თავის აი უმაგრესი გულწრფელობით, უმაგრესი პირდაპირობით, უმაგრესი აბაიანე, როგორ არის? ნიჭისასწაულით და ვაფშე ყველაფერი. მე ვიყავი 10 წლის მე მგონი, როდესაც პირველად ვნახე ჯინსების თაობა. აუ როგორ მიყვარდა ნიკოში, ძალიან მაგრა. გავუშვით რა ნიკოს ლექსი რა. ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს. შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს აქ ხომ შავი საყვარელი ფერია აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია აქ არ ხარობს თავდაბლობის ნარგავი აქ ტაძრებში შეიტანეს ნაგავი აქ სიზმრები აღარ არის ფერადი აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში აქ ხომ ახლა ბოზობა მოდაში აქ გესევა მათხოვრები არმია აქ სიყალბე უმთავრესი შარმია აქ უნიჭო სიმღერები ხიტია აქ ბებერი ალაზანში კიდია აქ პოეტებს გაურბიან მუზები აქ გესურიან თუ არ ჩაიკუზები ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა აქ ჯამლეტამ ჯონდო დაუსულა ახ რა ბიჭები წავიდეთ просто ახ რა ბიჭები წავიდნენ არაუშავ შევხვდებით ადრე თუია რეზო ჩხიკვიშვილის ლექსი მინდა წაგი ისა განახოთ ადრე წაკითხული რა აი იმ დროს ზუსტად როდესაც თურმე მონობაში ვცხოვრობდით რა თუ შეიძლება ქართლის მიწა უტკბილესო საყვარელო ქართლის მიწა ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და ჩვენს ალისფერ დროშას ფიცავ ამ წვანეხეს ძვლებზე გაძრდილს ამ ლოდების ხავს და ნაჟურს კავკასიონს სამდი ატდილს შავნაბადას გულ დაჟანგულს ამ ბუჩქებს და იმ ქერანის დილაობით შენ რომ იცვამ და ცემულთა დაქცეულ სისხლს დაღუპულ თახსოვნას ფიცავ ქარსავ ფიცავ ხეს რომ არხევს სანამ ნისლებს შემოახველს სააკაძის ხმალის ნატეხს უკვდავებით ნათილის მარს ნარიყალას წარსულ სახესაც დარჩენილ ლიბოს ფიცავ ფიცავ სვანის ნათქვამ ლილეს ფიცავ ჩემი ლექსის ნინევს თუ ოდესმე როგორც ძველად ამ ცას ვინმე შეგვეცილოს წმინდა ვალის მოსახდელად უყოყმანოთ შეგეწირო მოკვდე ისე ღიმილმჩენი ვიტკვდებოდნენ გმირნი ძველად რომ სამშობლო საქმე ჩემი დარჩეს შენ და სადღეგრძელოთ ჩემო მიწა ლაჟვარდებში ვინც ქარს შეხვდა გამკლავებით ვინც გაღეღილ საგულეში ჩაიბნია ვარსკვლავები ვინც შებორტა მტრების ზრახვა ვინც ქმნის მუდამ იგი მე ვარ მე ჩემს თბილის მალე ვნახავ მე ნაომარ არწივს გევარ შორს სახელი გამივარდა შორს წასულან ჩემი ხმები მე 20 წლის გმირი ვარ და საუკუნე მიმაქვს ხრებით აბსოლუტურად სხვა საქართველო არ არის ხა ესა? აბსოლუტურად სხვა საქართველო. ამათთვის დამონებული. ამათთვის დამონებული. კი ბატონო. და მით უმეტეს კომუნისტების ბოლო პერიოდში რა. აი 80 წლებში ხო საერთოდ რა.
მე ხომ ახსოვს რომ აი დასაცინათაც არ ყოფნიდა კომუნისტური ისა და მართლობა რა თვითონ დაცინოდნენ თავის თავს უკვე რა ისეთი ამბავი იყო რა და მაშინ წამოვიდა ძირითადად ეს ქართული საქართველოს ამბავი და ეს ესეთი ლექსები ისა და რაღაც პატრიოტული ამბები და რაღაცა და ამას მოყვა მე უკვე 9 აპრილი რა ჩვენი საქართველო ჩვენი საქართველო